მინდა დავამთავრო რა ხამუთის აღწერილობა პირველ ვიდეოში ვერ მოსცა ის 10 წუთიანია და ბევრს იმის ნერვები არა აქვს რომ ბოლომდე მოусმინოთ მაგრამ დახედავენ დაინახავენ მორჩა გათავდა ეგრე არ არის რა მომისმინეთ ხახო გიხსნით შეიძლება მაგალითად რომ შემდგომში არ და აი კითხვები რო გაგიჩნდებათ ხოლმე მე ვიცი ერთი და იგივე კითხვას ასვამთ სუყველანი რა არის როგორ არის სადაკერავ როგორ ვაგზავნი და პოსტით ხო გალში მაგ გაგზავნილი ბატონო ჯერ ზუგდიდში და მე ზუგდიდიდან გადაიტანეს საქართველოს ნებისმიერ წერტილში ვაგზავნი ხამუთებს თქვენ მარტო დაღა დარიცხეთ სასურველია თუ თბილისში ცხოვრობს ადამიანი მარშრუტკას გამოატან ხოლმე ვეუბნები მძღოლის ტელეფონის რომეს, ბანკარის რომეს და მძღოლს უნდა 10 ლარი და ფოსტას უნდა 17, 18, 20 ლარი წონიდან გამომდინარე რა. რა მინდოდა ამ ვიდეოში მეთქვა. ნუ ყველანაირად ვცდილობ რომ ვიდეოები იყოს მოკლე რა, მაგრამ ნუ არ გამოდის, იმიტომ რომ კითხვები გაქვთ, ის რაც შემდგომში მე მისვავთ. რითინა იყოს გარედან გაკეთებული ტურბელა. ყველაზე მთავარი. ვიზუალურად ადრე, როდესაც არ იცოდნენ დერმატინი, საერთოდ დერმატინის პატივს არ ავწევ. იმიტომ რომ, მაგრამ მაგ დერმატინებშიც არის ხარისხი. არის 10 ლარიანი, 15 ლარიანი და არის 25 ლარიანი. მე უკეთებ 25 ლარიანს, რომელიც ძალიან ახლო დგას ტყავთან. და სხვათა შორის ეს უფრო დიდხანს ინახება ვიდრე ტყავი. ტყავს აქ ერთი ცუდი თვისება. ჰოფს რო აიღებს, სიცოცხლეს რო აიღებს, გაშრება, გახმება და გინდა ასფალტი ჩამოგიწვიეთ, კისერზე ცხენისთვის და გინდა ის. რაც შეეხება დერმატის, ხო? ამდენი წინა ვიდეოში რო ნახეთ, ამდენი რამით რო არის შეკრული და დერმატინი, უბრალოდ დერმატინი არის იმისათვის ვიზუალური სილამაზისთვის და სისველი რო არ შევიდეს, თორემ სხვა დანარჩენი დანიშნულება მას არ აქვს. მაგრამ ის უფრო დიდხანს ინახება, სისველი მაღაზია არ მოქმედებს. არაფერი არ თავია არ გაჭრათ, ან ძაღლი არ მიეპაროს და ერთმა მომიტანა ძაღლმა გადამიღალნაო და რაც შეიმბრალი იყო ეგა. ხო და მე მაგალითად პირადად კი, შემიძლია ბატონო, თანხებზეა, ხო? იმიტომ რომ წურბელა რომ შევყერო ტყავით სპეციალური ტყავი იყიდება, ბილი, ის კი არა ისე, რა ქვია, პლაშები რო არის, არა ბატონო, გინდა ქაღალი და გინდა პლაშე. სპეციალური ბილი, იტალიური, გერმანიული ტყავები, აი მითი ვყერავ, რომ ხელში მოვიგდო კერვის დროს. ეხლა მეუნეო ზოგიერთი სქელი ხავისა, სქელი მითო, სქელ ტყავს ვერ მოღუნავ კერვის დროს. გამოდის ძალიან არა ლამაზი რა, როგორ გითხრათ რა. ხო. ასე რომ მე გირჩევთ. ჩემი რჩევათ არა ბატონო, ნება თქვენია. ჩავალ და ჩამოვიტან იმ ტყავს და შეგიკერავთ, რომ იმიტომ რომ ზოგიერთ მეზობლების გულის გასახეთს გაწვდა ლამაზი ხამოთი, თორა ეს საქმისთვის ვაკეთებ. ამან დიდხანს უნდა იმუშაოს. თუ დამიჯერეთ, აი მამა პაპურად, კახურად გეუნებით რა. ჯობია ის სქელი, კარგი, მაღალ ხარისხიანი დერმატინი, რომელსაც მე ჩავამაგ. თუ არა და ტყავი და მაგიჟარი, თქვენზეა დამოკიდებული. თუ მაინც გული დაგწყდებათ და ისა. კიდე რა. ნუ ეხლა ტელეფონის რომელსაც დავდებ ბატონო და დამირეკეთ. ერთსაც გეტყვი რა, თუ 20 კაპიკი არ აქვს ადამიანს დასარეკად, ხო, ის ჩემს ხამუts ვერ ეყიდის 250 ლარიანს. ან ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ ტელეფონის ნომერი მაინც მომწერეთ ბატონო და დაგირეკავთ. ბევრ საუბარს არ დავიწყებ იქ. გეტყვით რა და როგორ გამოგიგზავნით ვიდეოს, გაჩვენებთ ამ ვიდეოებს და მე თქვენთვითან ხელმძღვანელეთ, რომელი ჯობია, რანაირად ჯობია და ერთ გეტყვით, სეზონი იწყება, იმაზე მეტი შეკვეთები მაქვს, ვიდრე მოველოდი. ცოტა მარჯვენა ხელის პრობლემა მაქვს და კვირაში შემიძლია, როცა დღეში შემიძლია ერთი ხამუთი შეკერვა მინიმუმი.
თუ ორს არ ავკერავდი. კვირაში 2 თავი თუ ეს კლეში მზათა მაგ დაწებებული, გაშიფონებული, დაგრასკული ყველაფერი ამოხერხილი კიდე შემიძლია მაქსიმუმი 3 ისე 2 ხამუცა ვკერავ მეც ვერა. ცხენები ბლომათარი თქვენ ხო ეს ხამუთები გათვლილი არის მორებზე თუ არა პატარა თივა ჩამოიტანე გადაიტანე მაგისთვის ბრალო რამეა რა ესეა რა ნახეთ ძალიან აქ ხო გამოიწეროთ არხები და რაც მთავარია ხო გააზიარეთ ხალხი არა ხათ რომ თქვენს გარდა სხვამაც ნახოს რომ ვისაც ცხენი ყავს დაინტერესებს ხო ისიც საქმის კურსში ჩადგეს ეს აშველი თითი და გული საერთოდ არ მაინტერესებს მე ვიცი კარგია თუ ცუდია ხო ამას ნივთი აფასებს მე რომ საქმეში გამოიყენებ გააზიარეთ რომ სხვებმა ნახონ ჩემთვის ეს არის თავარი და არა ის აშველი თითი იმალობა ყურადღებისათვის ტონი ცოტა მე თვითონ არ მომწონს ჩემი საუბრისა მაგრამ იცით რა არის დავიღალე ერთი და იგივე შეკითხვები ერთი და იგივე ხახო დარეკეს რა და 2-3 წუთში ყველაფერზე გაგცეთ პასუხს კლავიატურა მე არ მივარგა მეორე ტელეფონით არც ეც არ უვარგა ძლივს ავწერე 1 საათი უნდები ერთი ფრაზის დაწერას კარგად წამდებოდეთ დიდი მადლობა რომ მომისმინეთ რა